country is in big trouble. Can I Wait a answer? minute. No, you've done a lot of talking. Your country is in big trouble. ვაშინგტონსა და კიევს შორის უკრაინულ მინერალებზე ხელშეკრულების ხელმოწერის საზეიმო ცერემონია ჩაიშალა. პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ოვალურ კაბინეტში, რომელიც მედიის თანდასწრებით მიმდინარეობდა, ორი ქვეყნის ლიდერს შორის ცხარე კამათში გადაიზარდა. You're either going to make a deal or we're out. ან შევთანხმდებით, ან საერთოდ გავალთ ამ ომიდან. და თუ გავედით, ბრძოლა მარტო მოგიწევთ. თქვენ პირობებს ვერ გვიკარნახებთ, თუმცა ხელშეკრულებას ხელს თუ მოაწერთ, უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდებით. თქვენ მადლიერი არ ჩანხართ, ეს კარგი არ არის. გულწრფელად გეუბნებით, ეს კარგად არ გამოიყურება. საკმარისია. ზელენსკიმ, რომელიც ვაშინგტონში საგანგებოდ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად ჩავიდა, თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე ნაჩქარევად დატოვა. სოციალურ ქსელ X-ში მან დაწერა, რომ მადლობელია ამერიკის, ამერიკელი ხალხის და პრეზიდენტ ტრამპის. ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება უკრაინულ მინერალებზე მოლაპარაკებული შეთანხმების ბედი, რომელიც პირველი ბარიერი იყო რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გზაზე. We will never accept just ceasefire. უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ მივიღებთ. უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ის არ იმუშავებს. დოკუმენტი საკმარისი არ არის, ძლიერი არმიაა საკმარისი. Strong army is enough. უკრაინის ზოგიერთ იშვიათ კრიტიკულად მნიშვნელოვან წიაღისეულზე და მინერალებზე საჯაროდ საუბარი პრეზიდენტმა ტრამპმა 3 თებერვალს დაიწყო. მან განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, მაგრამ სანაცვლოდ უკრაინისგან იშვიათი მინერალების მიღება სურს. განვიხილავთ უკრაინასთან შეთანხმებას, რომლითაც ჩვენგან მიცემულს ისინი იშვიათი მინერალებით და სხვა რამეებით დააზღვევენ. კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმების იდეა უკრაინის პრეზიდენტს ეკუთვნის. ძვირფასი წიაღისეულის შეერთებულ შტატებთან ერთად ათვისების კონცეფცია ზელენსკიმ თვეების უკან უკრაინის გამარჯვების გეგმაში შეიტანა. ომის დასრულების სტრატეგიაში, რომელიც უკრაინის ლიდერმა კიევის მოკავშირეებს და მათ შორის ტრამპსაც გასული წლის შემოდგომაზე გააცნო. ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა რომ წარმოიდგინოთ, ეს ბოლო მწკრივია. ელემენტები 47-დან 71-მდე პლუს სკანდიუმი და უტრიუმი. მათ ელექტრონიკაში და მოწინავე ტექნოლოგიებში ბევრი სხვადასხვა ფორმით იყენებენ. ხშირად მთელი ამ ინდუსტრიის ვიტამინებს ან სანელებლებსაც უწოდებენ, ვინაიდან ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სწორედ მათი საშუალებით მოხდა მეცნიერების ამ მიმართულების დაწინაურება. ამ ელემენტების დამსახურებაა, რომ ტექნოლოგიები დღეს გაცილებით მცირე ზომის, ბევრად სწრაფი, მოქნილი, ძლიერი და გამძლეა. ნიკელი, ლითიუმი და სხვა კრიტიკული მინერალები, რომელთა საბადოებიც უკრაინას აქვს, უმნიშვნელოვანესია დასამუხტი ელემენტებისა და სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიების საწარმოებლად, რომელთაც ფართოდ იყენებენ მობილურ ტელეფონებში, ელექტრომანქანებში, დრონებში, თავდაცვის, კოსმონავტიკის, მედიცინისა და ბევრი სხვა სფეროს მოწინავე ტექნოლოგიებში. მაგალითად, უკრაინას უხვად აქვს ლითანუმი და ცერიუმი, რომლებიც ეკრანის განათებისთვის გამოიყენება. ასევე ბირთვული ენერგიის მისაღებად და ლაზერების წარმოებისთვის მნიშვნელოვანესი ერბიუმი და უტრიუმი. კიევი ფლობს მსოფლიოში ზომით მეხუთე გრაფიტის მარაგს. ის ელექტრომანქანების ბატარეებისა და ბირთვული რეაქტორების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ვფიქრობ, ტრამპს იშვიათი მინერალები იმიტომ სურს, რომ ამერიკის ეკონომიკა ძლიერაა დამოკიდებული მათ ჩინურ წყაროებზე. ეს კი ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს ქმნის. არსებობს საფრთხე, რომ ჩინელები ამ საბადოებს უკრაინაშიც დაესაკუთრებიან. ევროკავშირმა კრიტიკული მინერალების სიაში სულ 34 მინერალი შეიყვანა. უკრაინას აქედან 22-ის საბადო აქვს, თუმცა ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების მონაცემებით მარაგის დაახლოებით 40% რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. თავიდან კიევმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული შეთანხმების პირველი ვერსია უარყო და თქვა, რომ მასში უკრაინის ინტერესები დაცული არ იყო. ამას გარდა ზელენსკიმ მაშინ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნისას განაცხადა, რომ კიევი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ხელს შეთანხმებას არ მოაწერდა. ამ განცხადებიდან დაახლოებით 10 დღეში ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმება შეძლეს, მაგრამ არა უსაფრთხოების გარანტიებზე. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 26 თებერვალს ღიად განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე ევროპამ უნდა აიღოს. შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა პრეზიდენტ ტრამპთან დაადასტურა, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში ომის შემდგომი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ლონდონი უკრაინაში მშვიდობის მყოფელებს გააგზავნის. გარკვევით ვამბობ, გაერთიანებული სამეფო მზადაა შეთანხმების მხარდაჭერა ხმელეთზე ჯარითა და საშიშვით მფრინავებით უზრუნველყოს. მოკავშირეებთან ერთად მუშაობთ, რადგან მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ ამ გზით მოხდება.
ანალიტიკოსები ევროპაში თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ. როცა საქმე მეზობელ იმპერიალისტურ ძალას პუტინს ეხება, ევროპამ საკუთარი თავდაცვის წარმოება უნდა ააშენოს. მათ ერთიანი დიპლომატიური ფრონტი უნდა შექმნან, რათა რუსეთის წინეხს გადაურჩნენ. ამასთან მეტი უნდა იღონონ და ჩაანაცვლონ ამერიკული დაფინანსება უკრაინისა და ასევე საკუთარი თავის მხარდასაჭერად. ასე თუ არ მოიქცევიან, დარტყმას საკუთარ უსაფრთხოებას მიეყენებენ. შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ მთელ ამ დიპლომატიურ მცდელობათა ფონზე რუსეთს უკრაინაზე თავდასხმა არ შეუწყვეტია. მოსკოვი რაკეტებითა და დრონებით განუწყვეტლად ბომბავს უკრაინის ქალაქებს და სოფლებს ომში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბური და ყველაზე მსხვერპლიანია. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში ვიზიტისას ხაზი გაუსვა უკრაინის მოკავშირეების როლისა და მზაობის მნიშვნელობას, გაგზავნონ ჯარები უკრაინაში, რათა უზრუნველყონ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების დაცვა, რომელიც რუსეთთან შესაძლოა მიღწეულ იქნას. ორი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერი უკრაინული არმია და უკრაინაში სხვა არმიების, როგორიცაა ევროპისა და შეერთებული შტატების, ჩვენი პარტნიორების განლაგება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან ეს საკითხი განიხილა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, თუმცა ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ რა შედეგები მოჰყვა ამ მოლაპარაკებებს. მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანს ზელენსკისთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, თურქეთის ლიდერი ასევე ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. თუმცა ნატოს რიგებში თურქეთის არმია სიდიდით მეორეა, რაც ანკარას უკრაინის მხარდაჭერისთვის ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს. თუ მხარეები შეთანხმდებიან, თურქეთმა შესაძლოა სამხედრო ოპერაციებში გაგზავნოს თავისი ჯარები. რატომ ვამბობ ამას? თურქეთი უკვე მონაწილეობდა გაეროს მრავალ სამშვიდობო ოპერაციაში და თურქეთის არმია ძალიან ძლიერია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამორიცხა უკრაინაში ნატოს სამშვიდობო ძალების განლაგება, თუმცა თურქეთის არმიის როლი ევროპულ უსაფრთხოებაში შესაძლოა გაიზარდოს იმ ფონზე, როცა შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად. მნიშვნელოვანია, რომ ევროპელებმა გააძლიერონ თავისი უსაფრთხოება, რათა ამერიკამ შეძლოს ყურადღების გამახვილება იმ რეგიონებზე, სადაც დიდი საფრთხეები არსებობს. თურქეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით არსებულმა ვითარებამ გაართულა მისი ურთიერთობები ევროკავშირთან. თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიმართ გაზრდილი შეშფოთება უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის საერთო საფუძველს ქმნის. თურქეთსა და ევროპულ ქვეყნებს აქვთ ერთი და იგივე გეოსტრატეგიული ინტერესები. თუ თურქ პოლიტიკოსებს კითხავთ, მათთვის მთავარი საფრთხე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის რუსეთია. ევროპის ლიდერები განიხილავენ კონტინენტზე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. იმ ფონზე, როდესაც თურქეთის არმია ბევრ ევროპულ არმიაზე დიდია, ანკარა აცხადებს, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროპის თავდაცვაში. ევროპელი მოკავშირეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ თურქეთის გარეშე შეუძლებელი იქნება ევროპული კონტინენტის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვა. და თუ თურქეთი მზად არის მხარი დაუჭიროს ამ ევროპულ უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს, ეს მნიშვნელოვანია. თურქეთის შეერაღებული ძალები დაახლოებით 800,000 სამხედროს მოიცავს, მათ შორის რეზერვისტებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ევროპელი ლიდერების მიერ თურქეთისთვის შეერაღებაზე შეზღუდვების შემსუბუქება შეიძლება ნიშნავდეს ურთიერთობების დათბობას. ანკარა ცდილობს თავისი არმიის მოდერნიზებას, რაც მისი თქმით მთელი ევროპის ინტერესებშია. ეს არის ჩემი პატარა საქართველო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი წილი საქართველოს უყოლას გვაქვს ქართველებს აქ ამხელა დიდ ამერიკაში. თუკი ნამდვილი ქართული გემოების გასასინჯად აქამდე ლოს-ანჯელესიდან შორს წასვლა გიხდებოდათ, ახლა ეს უკვე აღარ მოგიწევთ. ქეთიმ პატარა საქართველო ლოს-ანჯელესში ჩამოიტანა. გამარჯობა, ჩემი ნინი. ეკა და შორენა სად არიან? ბაზარზე 2024 წლის ბოლოს გამოჩნდა. ორ თვეში ქეთიმ ქართველებისა და უცხოელების გული ადვილად მოიგო. ქართულ კაფეს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. განსაკუთრებული ხალხმრავლობა მაინც უქმეებზე შეინიშნება.
ძალიან დიდი გამოხმაურება გვაქვს ამერიკელებისგანაც, ძალიან შემოგვაჩვენენ მექსიკელებიც და ძალიან მოსწონთ ჩვენი გემოები და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამზარეულო იქნება მთელს ამერიკაში ქართული სამზარეულო, თუ რა თქმა უნდა, კიდევ რაღაც ახალ-ახალი ობიექტები გაიხსნება. ქართული სამზარეულოდან ჩემი ფავორიტი ხინკალია. აქ თითქოს საქართველოში ვბრძნობ თავს. ქეთის სამზარეულოში ყოველი დილა ფუსფუსით იწყება. ეკა ხინკალს ახვევს, ნინი ხაჭაპურს აცხობს, შორენა კი ფხალეულობას კმაზავს. ობიექტი მომხმარებელს დაახლოებით 20-ზე მეტი სახეობის ქართულ გემოს თავაზობს. გურმანებს ადგილზე ქართული მზა პროდუქციის შეძენას შეუძლიათ. აქ დილიდან მადის აღმძვრელი სურნელი ტრიალებს. ყველაზე დაჭურცული დღეებად ითვლება პარასკევი, შაბათი, კვირა. როცა დილის 11 საათიდან საღამოს 10 საათამდე ხალხს ვერ განვუვლებთ ხოლმე. დღის მანძილზე სადღაც მიწევს 40-50 მხოლოდ იმერულის გამოთხოვა. და აჭარულის მოთხოვნილება ძალიან დიდია. კაფე საქართველოს გახსნამდე ქეთი უამრავ სირთულეს წააწყდა, თუმცა როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, სირთულეებმა არ შეაშინა. დაბრკოლებებმა ბრძოლის ჟინი შემატა და საქმეც ბოლომდე მიიყვანა. ძალიან ბევრი ცრემლი იყო, ძალიან ბევრი იმედგაცრუება იყო. აი აქ რო ვიღაც მეორე მეკავს და გეუბნება, რომ იქნებ შენთვის არ არის. აი იქნებ თავი დაანებო ამ იდეას, მაგრამ აქ ყოველთვის მყავს ადამიანი, რომელიც უმეუბნება, რომ მე აბსოლუტურად ყოველთვის შევძლებ. რეპორტაჟის გადაღებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. ძალიან მინდოდა, რომ დედაჩემი და ჩემი შვილის იმედები გამემართლებინა. ქეთის ყველაზე შორს მიმავალი გეგმები საქართველოს უკავშირდება. უახლოესი კი ლოს-ანჯელეს, სადაც არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ქართული სამზარეულოს მოყვარულებს კიდევ ერთ ობიექტ შესთავაზებს. გიორგი ჩუგოშვილი, ლოს-ანჯელესი. საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ, ისეთ ვითარებაში, როცა ყოველდღიურად კი არა, ხანდახან ყოველწუთიურად იცვლება მსოფლიო არქიტექტურა, უსაფრთხოებისა და განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე პროცესები ვითარდება ძალიან საინტერესოდ. ერთი რაც ნამდვილად ჩანს არის ის, რომ ევროკავშირს მოუწევს და ევროკავშირი მზადაა იყოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე, კონტინენტის უსაფრთხოებაზე, რადგან აქამდე ამ უსაფრთხოების სისტემაში მთავარი როლი წამყვანი ვიოლინო, როგორც წესი იყო ამერიკის შეერთებული შტატები და ეს წესრიგი რაღაცა მეორე მსოფლიო ომის მერე დამკვიდრდა ესა და უყვებოდით ამ წესრიგს და ყველა მიჩვეული იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის მსოფლიოში და ევროპის კონტინენტზე განსაკუთრებით მშვიდობის გარანტია და მას აქვს რაღაცა ესეთი წამყვანი როლი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში. დღეს ეს ვითარება ცალსახად შეიცვალა, მას შემდეგ რაც ტრამპმა გარკვეული განცხადებები აკეთა და ამოდით ესე ვთქვათ, განცხადებების გაკეთებასთან ერთად გადადგა გარკვეული ნაბიჯები, იმიტომ რომ განცხადებები მან წინა პრეზიდენტობის პერიოდში აკეთა, თუმცა მას არ მოყვა რაღაც ესეთი აქტიური ნაბიჯების გადადგმა და ალბათ ამიტომ იყო, რომ ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებმა ზოგადად კონტინენტმა მეტნაკლებად და ესე რბილად გადაატარა ტრამპის პრეზიდენტობის პირველი პერიოდი და საბოლოო ჯამში მივედით ვითარებამდე, როცა ევროპის კონტინენტზე მივიღეთ აგერ ომი 2014-ში თქონდა ეგო, თუმცა არა იმ მასშტაბის, რა მასშტაბისაც არის ახლა, ხო? მას შემდეგ რაც ანუ 24 თებერვლის შემდეგ მოკლედ 2022 წლის რაც რუსეთი ფაქტიურად სრულ მასშტაბიან ომში ჩაერთო უკრაინის წინააღმდეგ. ამ ნაწილში ევროკავშირის მიღმა მყოფი დიდი ბრიტანეთის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ევროკავშირში მყოფ სახელმწიფოებს შორის ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო გახობს ფაქტიურად საფრანგეთის სახით, დანარჩენ და ყველაზე საინტერესო ამ ნაწილში ის არის, რომ გერმანია, რომელიც რეალურად რაღაც ევროპის პირველი ეკონომიკაა, შეგვიძლია ვთქვათ, ხო? და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკაა მსოფლიოში, ბირთვული სახელმწიფო არ არის და იგი ინარჩუნებს 1945
მოტოციკლის მოცემულობას ფაქტიურად არადა თუ კი მსოფლიოში მიდის უსაფრთხოების დღესასწაულის გადახედვა, მაშინ გერმანიას თავისუფლად შეიძლება კონდეს მათ შორის ბირთვული ამბიციებიც, იმიტომ რომ მას ყველა რესურსი აქვს იმისთვის რეალურად, რომ საკუთარი თავი მათ შორის ბირთვული იარაღითაც დაიცვას თუ ამის საჭიროება დადგება. თუ კი აქამდე ამერიკა იყო ამის გარანტია, დღეს გერმანიასაც შეუძლია მაშინ თავისუფლად იმის თქმა, რომ არის 45-ში იყო ის ომი დამთავრდა 45-ში და იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა, მე დემოკრატიული სახელმწიფო არავინ არ დამიპყრია და აგერ რუსეთი, რომელიც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ მიიჩნევს თავს და ასე აღიარებენ, აგრესორი გახდა რა და იმას რატო უნდა კონდეს ბირთვული იარაღი და მე რატო არ უნდა მქონდეს მაშინ, ხო? ანუ ამ ნაწილშიც რაღაცები შეიძლება გადაიხადოს. ეგრე მარტივად არ წავა პროცესი, რომ მე ბირთვული იარაღი მაქვს, მე ძლიერი ვარ და ეხლა რასაც ვიტყვი, ასე იქნება. იმიტომ რომ ევროკავშირში არის საფრანგეთი, ბრიტანეთია, რომელსაც ასევე ბირთვული იარაღი აქვს და იგი შეიძლება კი არა და იგი აუცილებლად იქნება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი მონაწილე და მნიშვნელოვანი არის ამ მხრივ ჩვენთვის განსაკუთრებით საქართველოსთვის თურქეთის პოზიცია, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, იმისთვის რომ საქართველოს კონდეს წვდომა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასთან, მას პირდაპირ მნიშვნელობით ჭირდება კავშირი და ეს კავშირი არის სრულიად ესეთი ვიზუალური სახმელეთო კავშირი მათ შორის ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურაში მყოფ სახელმწიფოებთან. თუ კი ამ არქიტექტურის ნაწილი იქნება თურქეთი და მე იწვი მაქვს და ბოლო განცხადებას რასაც უყურებ თურქეთის უმაღლესი ხელმძღვანელობისა, ისინი აპირებენ და თვლიან თავს ამ უსაფრთხოების სისტემის ნაწილად, ბევრი მიზეზის გამო, მაშინ ჩვენთვის თურქეთი იქნება გადამწყვეტი მოთამაშე ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხშიც, ანუ პარტნიორობა თურქეთთან და მე მინდა ვთქვა, რომ ეს ახალი ამბავი არ ჩვენთვის თურქეთი როგორც უსაფრთხოების გარანტორი ჩვენთან მიმართებაში და უსაფრთხოების მოდი ესე ვთქვათ გარანტორი ნაკლებად თურქეთი როგორც პარტნიორი უსაფრთხოების საკითხებში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია დაწყებული იმ დღიდან რაც საქართველოს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ანუ ბოლო 30 წლის განმავლობაში თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ქართულ უსაფრთხოების სისტემაში და ამაში მე ახლა გულისხმობ როგორც პირდაპირ სამხედრო დახმარებას და მინდა შევახსენო ყველას, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც მაგალითად საქართველოს დასავლური წარმოების შუაუმფრენები მისცა, სწორედ თურქეთი იყო, იროკეზები ცნობილი, ერთ-ერთი პირველი ამერიკის შეერთებული შტატების პარალელურად, სწორედ თურქეთი იყო, რომელმაც საქართველოს მსგავს ტიპის შეერაღებაზე წვდომა მისცა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში, მაგალითად საგანგებო სიტუაციებთან მიმართებაში, ხო, ტექნიკის კუთხით და რაც გამოცდილების გაზიარების კუთხით, სწორედ თურქეთი, ანუ თურქეთის უსაფრთხოების სისტემასთან ჩვენ და თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემასთან ჩვენ საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს თანამშრომლობისა და გვაქვს ყველა შანსი იმისა, რომ ეს მეგობრობა გაგრძელდეს. თავარი არის, რომ თურქეთი დარჩეს იმ პოზიციაზე, რაზეც ახლად დგას და მე ვერ ვხედავ რაღაცა საფუძველს იმისა, რომ თურქეთი და რუსეთი ერთბანაკში აღმოჩნდნენ ამ მოცემულობაში. ეს ახალციხის ხელოვნური ტბაა. ტურისტული ადგილის სეზონის მიუხედავად ხალხმრავალია. აქვეა მოწყობილი საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედნები და სხვა გასართობი საშუალებები. თუმცა ამ სიუჟეტში გიყვებით თუ როგორი ვითარება ახალციხის ტბის ლამაზი ხედების მიღმა და რამდენად არის ბავშვების უსაფრთხოება დაცული მაშინ, როდესაც ლამპრებთან ელექტროენერგიის ღია კაბელები, ეგრეთ წოდებული სკოჩით არის დამაგრებული. საბავშვო ატრაქციონები დაზიანებული და ანტისანიტარიის გამო საპირფარეშოები გამოსაყენებლად უვარგისი. ჩვენ ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაზიანებების შესახებ მოსახლეობამ შეგვატყობინა და საკითხით დაინტერესება გთხოვა. როგორც კადრებში ხედავთ, საბავშვო ატრაქციონების მიმდებარედ და პარკინგთან არსებული ლამპიონებიდან გამოსული ღია კაბელები ეგრეთ წოდებული სკოჩით არის დამაგრებული. ტბის ტერიტორიაზე გატეხილი და დაზიანებულია საბავშვო ატრაქციონები. თუ თავდაპირველად გემი ასეთი იყო, იგი ახლა ასე გამოიყურება. კაბელები კი, როგორ არა, კი, შემიმჩნევია. ეს თბილისშიც ხო მოხდა ფაქტი, რომ შადრევაში ჩავიდა ბავშვი და ასე შემდეგ ბევრი ფაქტი გვაქვს მაგის, ხო? არ ვიცი რატომღაც ბოლომდე ვერ მიყავთ თუ არ ვიცი, ხა მაგ დეტალებს მე ვერ დავასახელებ, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ არ არის სწორი და არც ლამაზი და არც სწორი კიდე ყველაზე მეტად უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული თავისთავად. ერთია როცა რაღაცას გიკეთებენ და მეორეა რამდენად უფრთხილდებით, ხო? ამდენად გააკეთეს არაჩვეულებრივი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს არ ვიცი რამდენად უსაფრთხო, აღარ არის უსაფრთხო, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის, იმიტომ რომ არის დანგრეული, გაფრჭებული, დამტრეული. არ უფრთხილდებით მოკლედ. ყველაზე სამწუხარო რაც არის, ეგ არის. ჯარიმა მოქმედებს ჩვენზე. არ ვიცი, მე მგონი სხვა არაფერი არ გშველის. სხვა რაღაცებში, მაგალითად საგზაო წესებში ანალოგიური პრობლემები როცა არის, რომ მძღოლი არ უღებს წესებს, ჯარიმა შველის, ხო?
ეს კადრებიც ხელოვნურ ტბაზე არსებულ საპირფარეშოშია გადაღებული. აქ წყალი არ მოდის და ანტისანიტარიაა. დასწრილია და დაბინძურებულია ნიჟარები, უნიტაზები, იატაკი, გატეხილია კარები, მაგიდები. ახალციხის მერიამ ხელოვნურ ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ტენდერი თითქმის 2 მილიონ ლარზე 2021 წელს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს შენ პლუსმა მიიღო. მერიას სამუშაოების შესრულებისთვის 1,900,000-მდე ლარი შესთავაზა და ხელშეკრულებაც გაფორმდა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ ზემოთ ხსენებული თანხის სანაცვლოდ მოაწესრიგა ტბამდე მისასვლელი გზა, პარკინგი, 3 სპორტული მოედანი, სკვერი, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ველო და საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება და სხვა. რა მეთოდებს იყენებს ახალციხის მერია ბიუჯეტით შესრულებული პროექტების დაზიანებისგან დასაცავად? იმ ფონზე, რომ ახალციხის მერიამ ტბაზე და კიდევ რამდენიმე ადგილზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟებისთვის 650,000 ლარი დახარჯა. კითხვებით მერიას მიუმართეთ. ჩვენ ასევე ვკითხეთ მერიას, თუ რა პრინციპით იხელმძღვანელეს, როდესაც ელექტროენერგიის კაბელები ეგრეთ წოდებული სკოჩით დაამაგრეს და გეგმავენ თუ არა საპირფარეშოს სანიტარულ სტანდარტებში მოყვანას. მერიიდან პასუხის მიღებას მეორე დღეა ველოდებით. ეს არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ელექტროენერგიის კაბელები ეგრეთ წოდებული სკოჩით არის დამაგრებული. იგივე ვითარებაა ეგრეთ წოდებული 11-იანების დასახლებაში მოწყობილ სკვერშიც.